ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე, რომელიც 44 დღეა შიმშილობს საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელშიც მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის მხრიდან პერმანენტულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, დამცირებასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს. თემურ ქათამაძე წერილში წერს, რომ მასზე ზეწოლას ქვეყნიდან გაძევების მიზნით ახორციელებენ. ქათამაძე მოქალაქეებს მიმართავს და მათ ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. დღეს უკვე საჭირო გახდა, მინდა გაცნობოთ, რომ დაკავების პირველი დღიდან დღემდე ჩემი საქართველოდან გაძევების მიზნით მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მიერ ხორციელდება ჩემს მიმართ მიზანმიმართული, მუდმივი და მასშტაბური ფსიქოლოგიური ზეწოლა, შევიწროება, შეფერხება, გაჭიანურება და პროვოცირება ყველანაირი ბერკეტის გამოყენებით. ბოლო თვეებში მათი ზეწოლა გამიზნული არის 44 დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარე ჩემი შიმშილობის შეწყვეტისთვის, ჩემი ნებისყოფის და მხნეობის გატეხისთვის, მათთვის რა სამწუხაროა, რომ უშედეგო იქნება მათი ეგ მცდელობა, იმიტომ რომ ჩემი სამშობლოსთვის ბრძოლის შეურყევ ნებისყოფას, სულისკვეთებას და მხნეობას ვერასდროს ვერავინ გატეხავს. სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ზემოთ მდგომი ღირებულება და მწვერვალია. იმათზე ზემოთ მხოლოდ ღმერთი დგას. მე აქ ძალიან კარგად და მხნედ ვარ, ისე როგორც არასდროს ყოფილვარ. ჩემი სოლიდარობა სამშობლოს მომავლის და თავისუფლების ყველა თანამებრძოლს და ასევე ყველა სინდისის პატიმარს. მინდა ყველა მიცოდეთ და დარწმუნდეთ, რომ ჩვენ ვართ საქართველო. უფალი არის ჩვენთან, მჯერა გამარჯვების. ჩვენ გადავცურავთ სხვას და აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად. უფრო და უფრო დიდი ცეცხლი ოლიგარქიას და მუდმივი ჯოჯოხეთი ივანიშვილს. ჩვენი ბრძოლის ყოველ წამს გახსოვდეთ საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სიტყვები. არასდროს არ დანებდე. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე, გამარჯვებამდე არ დანებდეთ. ძალა ერთობაშია. ბათუმის საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს სამტრედიის იზოლატორიდან გამოსვლისთანავე. მას საქართველოში ცხოვრების უფლების არ ქონას ედავებიან.